დღეს ჩვენ განვიხილავთ იმ ადამიანის ცხოვრებას, რომლის ნაწარმოებებიც არ ჰგავს არც ერთ სხვას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ის არ იყო უბრალოდ მწერალი. ის იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველი. მან ათწლეულებით ადრე იწინასწარმეტყველა ის აბსოლუტური გაუცხოება, უძლურება და აბსურდი, რომელსაც პიროვნება გაურკვეველი კანონებისა თუ უსულგულო სახელმწიფო მანქანების პირისპირ განიცდის. ფრანც კაფკას ნამდვილი აღიარებაც ხომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში დაიწყო, როდესაც კაცობრიობამ საკუთარ თავზე იწვნია ზუსტად ისეთივე ტოტალური, ბიუროკრატიული და დაუნდობელი სისტემების სისასტიკე, როგორცაც ის თავის კოშმარულ ხილვებში აღწერდა. ის ქმნიდა სრულიად უნიკალურ, იდუმალებით მოცულ ისტორიებს, მაგრამ საკუთარი თავისადმი დაუნდობელი კრიტიკისა თუ მუდმივი ეჭვების გამო ითხოვდა მათ განადგურებას და გამოქვეყნებაზე მუდმივად უარს ამბობდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება მამასთან ფარულ ფსიქოლოგიურ ომში გაატარა. ომში, სადაც საკუთარ თავს თავიდანვე დამარცხებულად მიიჩნევდა. მისი სამყარო სავსე იყო აბსურდით, გაუცხოებითა და უხილავი დანაშაულის გრძნობით. მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და სულისშემძვრელი ტრაგედია კი ის არის, რომ ფრანც კაფკამ თვალები დახუჭა იმ აბსოლუტური შეგნებით, რომ ამ ქვეყნად ყველაფერში მარცხი განიცადა. რომ ის იყო სრულიად უსარგებლო, ცხოვრებისგან გარიყული და წაგებული ადამიანი. მაგრამ სიკვდილის შემდეგ ისტორიამ სრულიად სხვა, ბევრად უფრო სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. სიცოცხლეში დამარცხებული, რიგითი სადაზღვეო ჩინოვნიკი, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და უკვდავ მწერლად იქცა. პარადოქსია, მაგრამ მისი მკაცრი, გრანდიოზულად წარმატებული მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდა შვილს და მის განსაკუთრებულობას ვერასდროს ამჩნევდა, დღეს კაცობრიობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ახსოვს, რომ ის ფრანც კაფკას მამა იყო. სანამ ამ წარმოუდგენლად საინტერესო, ტრაგიკულ და შთამბეჭდავ ადამიანს გავიცნობთ, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რომ გაგრძელდეს მსგავსი ვიდეოების შექმნა. ყველაფერი 1883 წლის 3 ივლისს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის წლებში დაიწყო. ფრანც კაფკა პრაღის გულში, ყოფილი ებრაული გეტოს ტერიტორიაზე დაიბადა. პრაღა იმ დროს არ იყო უბრალოდ ქალაქი. ეს იყო კულტურების, ენებისა და მითების ადგილი, სადაც ჩეხური, გერმანული და ებრაული ტრადიციები ერთმანეთს ეჯახებოდა და ერწყმოდა. ფრანცის მამა ჰერმან კაფკა შთამბეჭდავი ფიგურა გახლდათ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. წარმოშობით სამხრეთ ბოჰემიის სოფლის ღარიბი ებრაული თემიდან. მან წარმოუდგენელი ნებისყოფის, სამხედრო სამსახურში გამოწრთობილი სიხისტისა და თავდაუზოგავი შრომის პასად მოახერხა, რომ პრაღაში ტანსაცმლის წარმატებული მოვაჭრე გამხდარიყო. ის იყო კლასიკური თვითნაბადი კაცი, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ძალას, მატერიალურ წარმატებასა და ავტორიტეტს. ფრანცი მამის წინაშე თავს მუდამ დაჩაგრულად გრძნობდა. წლების შემდეგ, თავის შთამბეჭდავ და ტრაგიკულ ტექსტში წერილი მამას, კაფკა წერდა: მე ვიყავი მორცხვი ბავშვი, დარწმუნებული ვარ, რომ დედაც მანებივრებდა, მაგრამ არ შემიძლია დავიჯერო, რომ განსაკუთრებულად რთული ახსაზრდელი ვიყავი. არ შემიძლია დავიჯერო, რომ კეთილ სიტყვას, წყნარად ხელის ჩაკიდებას, მეგობრულ მზერას არ შეეძლო ჩემგან მიეღო ის, რაც ვინმე სურდა. თუმცა, ჰერმანისგან კეთილი სიტყვა იშვიათობა იყო. მამის ხშირმა კრიტიკამ და დამცირებამ ფრანცში, სავარაუდოდ, ღრმად ჩანერგა მუდმივი დანაშაულის გრძნობა. კაფკას რომანებში ხშირად ვხედავთ უხილავ, ყოვლისშემძლე და დაუნდობელ მოსამართლეებს, რომლებიც დიდწილად სწორედ ჰერმან კაფკას ფსიქოლოგიური პროექციებია და იმ ავტორიტეტის ანარეკლს წარმოადგენს, რომელსაც მწერალი მთელი ცხოვრება გაურბოდა. ფრანცის დედა, ჯულია ლოვი, სრულიად სხვა სამყაროდან იყო, განათლებული, შეძლებული და დახვეწილი გერმანულენოვანი ებრაული ოჯახიდან გამოსული, ბევრად უფრო მშვიდი ბუნების გახლდათ. მიუხედავად ამისა, მისი ენერგია და დრო თითქმის მთლიანად მიჰქონდა ქმრის ბიზნესის დახმარებასა და ოჯახის მართვას. ჯულია ხშირად ექცეოდა მეუღლის მკაცრ ხასიათსა და შვილის სულიერ საჭიროებებს შორის. იგი ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი, მაგრამ ფრანცის აღქმაში დედა ხშირად ემოციურად დისტანცირებული რჩებოდა. ამიტომაც, ფრანცის ადრეულმა წლებმა ძირითადად გუვერნანტებისა და მოახლეების ხელში გაიარა, რამაც მისი მარტოობისა და გაუცხოების განცდა კიდევ უფრო გაამძაფრა. ოჯახის ატმოსფერო თავიდანვე სიკვდილის ჩრდილით იყო მოცული.
ფრანცის დაბადებიდან მალევე გაჩნდნენ მისი უმცროსი ძმები, გეორგი და ჰაინრიხი. თუმცა ორივე მათგანი ჩვილობაშივე გარდაიცვალა. სიკვდილის ამ ადრეულმა შემოჭრამ ოჯახში უხილავი დაღი დატოვა და ფრანცი, როგორც გადარჩენილი პირმშო, შესაძლოა გაუცნობიერებლად ატარებდა ეგრეთ წოდებული გადარჩენილის დანაშაულის გრძნობის მძიმე ტვირთს. მოგვიანებით ოჯახს სამი გოგონა შეემატა: ელი, ვალი და ოტლა. უმცროსი და ოტლა კაფკას ყველაზე ახლო სულიერი მეგობარი გახდა. მისი დამოუკიდებელი ხასიათი და მამისადმი ღია წინააღმდეგობის გაწევის უნარი ფრანცში აღფრთოვანებას იწვევდა. ოტლა აკეთებდა იმას, რისი გამბედაობაც, როგორც ჩანს, თავად არ ჰქონდა. თუმცა ამ სამიდის ბედი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად იქცა. ფრანცის გარდაცვალებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰოლოკოსტმა სამივე და შეიწირა. ელი და ვალი ლოძისა და ხელნოს საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლეს. რაც შეეხება ფრანცის უსაყვარლეს დას, ოტლას ისტორია განსაკუთრებით ტრაგიკული და გმირულია. ტერეზინშტატის გეტოში ყოფნისას მან ებაყოფლობით აირჩია. გაჰყოლოდა ობოლი ებრაელი ბავშვების ჯგუფს აუშვიცის სიკვდილის ბანაკში, სადაც გაიზიარა კიდეც მათი სასტიკი ხვედრი. 1899 წელს, 6 წლის ასაკში, ფრანცმა სწავლა გერმანულ სკოლაში დაიწყო. ხოლო მოგვიანებით, 1893 წელს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებაში, ძველი ქალაქის მოედანზე, გოლსკინსკის გრანდიოზულ სასახლეში განთავსებულ გერმანულ სახელმწიფო გიმნაზიაში გადავიდა. ახალგაზრდა ფრანცის აღქმაში ეს ადგილი უბრალოდ სკოლა კი არა, უზარმაზარი, ცივი მანქანა იყო, რომელსაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მომავალი მორჩილი ბიუროკრატები უნდა გამოეჭედა. მისთვის გიმნაზიის ატმოსფერო გაჟღენთილი იყო მექანიკური დაზეპირებითა და მასწავლებლების პანიკური შიშით. ყოველი დღე, რომელიც დილის 8 საათზე იწყებოდა და ლათინურისა თუ ბერძნული შესწავლას მოიცავდა, სხვებისთვის ჩვეულებრივი სასკოლო რუტინა იყო. თუმცა კაფკა მას ულმობელ, აბსოლუტური კონფორმიზმის მომთხოვ სისტემად აღიქვამდა. წლების შემდეგ, თავის მეგობარ გუსტავ იანოუხთან საუბრისას, კაფკა გიმნაზიაში გატარებულ წლებს აღწერს. ის სკოლას პირდაპირ საპყრობილე შეადარებს და იტყვის. სკოლა ერთგვარი ციხე იყო. ოღონდ, ამ ციხის კისოსები უხილავი გახლდათ. რაც გაქცევის იმედს საბოლოოდ და სამუდამოდ კლავდა. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გარემო ფიზიკურადაც და სულიერადაც ძულდა, ფრანცი საუკეთესო მოსწავლე იყო. მისი ბუნებრივი ინტელექტი, ენებისადმი მიდრეკილება და პედანტური ყურადღება დეტალებისადმი ეხმარებოდა, რომ თითქმის ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიეღო. თუმცა, ეს აკადემიური წარმატება ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთის ფასად უჯდებოდა. მას მუდმივად ეშინოდა წარუმატებლობის. აშინებდა ის აზრი, რომ ერთ დღესაც ვერ გაამართლებდა მამის მოლოდინებს და საზოგადოების თვალში არარაობად გამოჩნდებოდა. ამ სრულყოფილებისკენ სწრაფვამ და გამუდმებულმა შფოთვამ საფუძველი ჩაუყარა მის მომავალ დამოკიდებულებას საკუთარი ტექსტების მიმართ. ის არასდროს იყო კმაყოფილი თავისი ნახელავით და მუდამ საკუთარი თავის ყველაზე დაუნდობელ მსაჯულად რჩებოდა. 1901 წელს, გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ფრანცი ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე დადგა. ის ჩაირიცხა პრაღის გერმანულ კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტში. მამამისი, ჰერმანი, მისგან პრაქტიკულ, სოლიდურ პროფესიას და ფინანსურ სტაბილურობას მოითხოვდა. ფრანცის შინაგანი გატაცება ლიტერატურითა და ფილოსოფიით ოჯახში აღიქმებოდა როგორც უბრალო, უსარგებლო ახირება. მამის დასამშვიდებლად, კაფკა ჯერ ქიმიის ფაკულტეტზე შევიდა. მაგრამ ეს მცდელობა ზუსტად 2 კვირაში დასრულდა. ის მიხვდა, რომ ლაბორატორიის ცივი, ემპირიული სამყარო და მეთოდური ექსპერიმენტები მის ინტროსპექტულ, აბსტრაქტულ შინაგან სამყაროსთან სრულ დისონანსში იყო. საბოლოოდ, ფრანცმა კომპრომისი აირჩია და იურისპრუდენციის ფაკულტეტზე გადავიდა. ეს იყო სოლიდური, პატივსაცემი პროფესია, რომელიც მამამისს დააკმაყოფილებდა. მაგრამ თავად კაფკასთვის სამართლის შესწავლა მალევე იქცა მძიმე რუტინად. წლების განმავლობაში ის იზეპირებდა რომაულ სამართალსა და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებისთვის ეს ჩვეულებრივი იურიდიული პრაქტიკა იყო, კაფკა ამ სფეროს პირადად მისთვის უცხო, ცივ და უპიროვნო ლაბირინთად აღიქვამდა. სწორედ ამგვარმა აღქმამ შთააგონა თავისი შესანიშნავი რომანი პროცესი. უნივერსიტეტის წლებმა მას დაანახა, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს პიროვნება უსულო წესებისა და ბიუროკრატიის უზარმაზარ მექანიზმში. სწორედ სტუდენტობისას, 19 წლის ფრანცმა გაიცნო მაქს ბროდი,
ეს იყო ორი აბსოლუტურად საპირისპირო პოლუსის, ორი სრულიად განსხვავებული ტემპერამენტის შეჯახება. მაქსი კაფკაზე 1 წლით უმცროსი იყო, მაგრამ უკვე თავდაჯერებულად ტრიალებდა პრაღის ლიტერატურულ წრეებში, სადაც კაფკა იყო ჩაკეტილი, სიტყვაძუნწი, პესიმისტი და საკუთარ ძალებში დაეჭვებული, ბროდი მუდმივ ენერგიას და ოპტიმიზმს ასხივებდა. მაქსი გამუდმებით წერდა, აქვეყნებდა რომანებს, პიესებს, ესეებს და ამ ქვეყნიურ ცხოვრებას სრულად შეიგრძნობდა. თავდაპირველად მათი შეხვედრა არასახარბიელო აღმოჩნდა. ბროდს კაფკას კომენტარები ზედმეტად აბსტრაქტულად და მძიმედ მოეჩვენა. თუმცა ძალიან მალე ეს ნაცნობობა ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და ერთგულ მეგობრობაში გადაიზარდა. ბროდს საოცარი ინტელექტუალური ალღო ჰქონდა. მან მყისიერად ამოიცნო ამ მორცხვი, უცნაური ბიჭის ნიჭი. სრული გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არა მაქს ბროდი, ჩვენ ფრანც კაფკას სახელს ვერასდროს გავიგებდით. მაქსი იყო ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით აკეზებდა ფრანცს, რომ ეწერა და არ გაჩერებულიყო. სწორედ ბროდმა შეიყვანა კაფკა ეგრეთ წოდებულ პრაღის წრეში, გერმანულენოვანი ებრაელი ინტელექტუალების ჯგუფში, რომლებიც კაფე არკოსა და ლურში იკრიბებოდნენ ფილოსოფიისა და ხელოვნების განსახილველად. ამ ახალმა სტიმულმა და მეგობრობამ კაფკას წერილობითი სამყარო გააფართოვა. 1904-1905 წლებში საუნივერსიტეტო ვალდებულებებით გადაღლილმა ფრანცმა თავისი პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა, ბრძოლის აღწერა დაწერა. აქ უკვე ნათლად გამოჩნდა მისი მომავალი სტილი, სიზმრისეული, სიურრეალისტური გადასვლები, რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთში არევა და პერსონაჟთა სრული გაუცხოება. შემოქმედებითი პროცესი მისთვის ფიზიკურ ტანჯვასთან იყო დაკავშირებული და ეს რუტინა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ვინაიდან დღისით უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო და ოჯახურ მოვალეობებსაც ასრულებდა, ფურცლებთან განმარტოებას მხოლოდ გვიან ღამით ახერხებდა. როცა მთელ ოჯახს ეძინა და ქუჩის ხმაური მიჩუმდებოდა, ფრანცი თავის პატარა ოთახში მარტო რჩებოდა. ლიტერატურა მისთვის არ ყოფილა ჰობი ან კარიერა. როგორც მოგვიანებით საკუთარ დღიურში ჩაწერს, წერა ეს ლოცვის ფორმაა. ის წერდა, რათა გადარჩენილიყო, რათა ის საშინელება, რასაც შიგნით გრძნობდა, ფურცლებზე გადმოეტანა და ამით ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა სულიერი ტკივილი. ღამის თენებები მას ქრონიკულ უძილობა და ჯანმრთელობის მუდმივ პრობლემად უჩნდებოდა. გამუდმებით ტანჯავდა შაკიკი, კუჭის პრობლემები და ამოუცნობი ტკივილები. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო წერაზე უარის თქმა, თუმცა საკუთარი დაწერილი თითქმის ყოველთვის ეზიზღებოდა და ანადგურებდა. 1906 წლის ივნისში, როდესაც ფრანც კაფკამ კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტის შენობა სამართლის დოქტორის დიპლომით ხელში დატოვა, მისთვის ახალი, ყველაზე დაუნდობელი ეპოქა დაიწყო. ობიექტური გადმოსახედიდან მას წინ სტაბილური, პატივსაცემი და ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავალი ელოდა. სწორედ ისეთი, როგორზეც მამამისი, ჰერმანი, წლების განმავლობაში ოცნებობდა. თუმცა, თავად ფრანცის შინაგან სამყაროში ეს დიპლომი გამარჯვების ნაცვლად სამუდამო სასჯელს წარმოადგენდა. მან იცოდა, რომ ახლა იძულებული იქნებოდა ის სამყარო, რომელიც ასე ძალიან სძულდა, კანონების, წესებისა და მშრალი, უსულგულო ლოგიკის სამყარო, საკუთარ ყოველდღიურობად იქცეოდა. მისი პირველი სერიოზული შეჯახება ზრდასრულთა ამცივ სამყაროსთან 1907 წელს მოხდა, როდესაც ბიძამისის დახმარებით იტალიურ სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. სამუშაო გრაფიკი დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე გრძელდებოდა. მრავალი ადამიანისთვის ეს იყო რიგითი, სტანდარტული სამსახური, მაგრამ კაფკასთვის ეს 10 საათი ნამდვილ სულიერ სიკვდილს უდრიდა. ის ფიზიკურად გრძნობდა, თუ როგორ ფიტავდა სადაზღვევო პოლისების შევსება, მშრალი კორესპონდენციების წარმოება და ოფისის რუტინა. ვინაიდან მთელი დღე ოფისში იყო გამოკეტილი, წერას მხოლოდ გვიან ღამით, უკიდურესად გადაღლილი ახერხებდა. ეს რიტმი მისისედაც სუსტ ჯანმრთელობას ანადგურებდა. მან გააცნობიერა, რომ თუ ამ რეჟიმში დარჩებოდა, როგორც მწერალი, შეწყვეტდა არსებობას. საბედნიეროდ, 1908 წელს მან მოახერხა და სამუშაოდ გადავიდა ბოჰემიის სამეფოს მუშათა უბედური შემთხვევების დაზღვევის ინსტიტუტში. ეს ნახევრად სამთავრობო ორგანიზაცია კაფკას პროფესიული სახლი და ერთგვარი თავშესაფარი გახდა მომდევნო 14 წლის განმავლობაში. აქ სამუშაო გრაფიკი ბევრად უფრო ლმობიერი იყო. ის დილის 8 საათზე იწყებოდა და შუადღის 2 საათზე მთავრდებოდა. კაფკა ამას თავის ნახევარდღიან სამსახურს ეძახდა. ნაშუადღევს მას უკვე შეეძლო დაესვენა, ეფიქრა და რაც მთავარია ეწერა. სწორედ აქ იკვეთება კაფკას პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარადოქსი. მიუხედავად იმისა,
რომ პირად ღიურებსა თუ წერილებში საკუთარ თავს მუდმივად აკნინებდა და ბიუროკრატიას ვერ იტანდა, ის ობიექტურად ბრწყინვალე, უაღრესად დაფასებული და ინოვატორი თანამშრომელი იყო. მისი მოვალეობა იყო ქარხნებში, მაღაროებსა და მშენებლობებზე დაშავებული მუშებისთვის კომპენსაციების გამოთვლა და რისკების შეფასება. კაფკა ყოველდღიურად კითხულობდა მშრალ სამედიცინო და პოლიციის რეპორტებს მოგლეჯილ თითებზე, დამსხვრეულ კიდურებსა და დანგრეულ სიცოცხლეებზე. მისი ფარული, მაგრამ უდიდესი ემპათია ადამიანების მიმართ სწორედ აქ იჩენდა თავს. ხშირად შეხვდებით გავრცელებულ მითს, თითქოს კაფკა მუშებისთვის დამცავი მყარი ჩაფხუტი გამოიგონა. სინამდვილე კი ბევრად უფრო პრაქტიკული და საინტერესოა. მან შეიმუშავა უსაფრთხოების სრულიად ახალი წესების სახიფათო დანადგარებისთვის. კერძოდ კი ხის დამამუშავებელი დაზგებისთვის. სწორედ ამ რეგულაციებმა იხსნა ასობით მუშა მძიმე დასახიჩრებისგან. სადაზღვეო ინსტიტუტში მას პატივს სცემდნენ სიმშვიდის, პროფესიონალიზმისა და საოცრად დახვეწილი იურიდიული ენის გამო. თუმცა შინაგანად ის კვლავ გაორებული რჩებოდა. დღისით წარმოადგენდა სანდო, პატივსაცემ ჩინოვნიკს, ღამით კი მარტოსულ, ტანჯულ შემოქმედს. ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა, ეს სრული გაუცხოება საკუთარი სოციალური როლისგან, საბოლოოდ 1912 წელს უდიდეს შემოქმედებით აღმავლობაში გადაიზარდა. კაფკას აღამოს 10 საათზე მიუჩნდა საწერ მაგიდას და შეუსვენებლად, ერთი ამოსუნთქვით, დილის 6 საათამდე წერდა. გამთენიისას, მას დასრულებული ჰქონდა მოთხრობა სახელად განაჩენი. ეს იყო ტრანსცენდენტული, ფიზიკური და სულიერი კათარზისის ღამე. თავის დღიურში მან ჩაწერა. მხოლოდ ასე შეიძლება წერა, მხოლოდ ასეთი უწყვეტობით, სხეულისა და სულის ასეთი სრული გადახსნით. განაჩენი ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელსაც საკუთარი მამა წყალში დახრჩობას მიუსჩის. შვილი ამ აბსურდულ სასჯელს უსიტყვო და მორჩილად ნებდება. ამ მოთხრობით კაფკამ პირველად მოახერხა, რომ მამის მიმართ არსებული დამთგუნველი შიში და თავისი მუდმივი დანაშაულის გრძნობა ქაღალდზე სრულყოფილად დაესახა. ამ ტრიუმფიდან სულ რაღაც 2 თვეში, ნოემბერ-დეკემბერში, მან შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, გარდასახვა. მოთხრობა იწყება ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შემაძრწუნებელი ფრაზით. როდესაც გრეგორ ზამზამ ერთილას მშფოთვარე სიზმრებიდან გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ საწოლში საზარელ წერად ქცეულიყო. გარდასახვა არ არის უბრალოდ ფანტასტიკა ან სიურრეალიზმი. ეს არის კაფკას შინაგანი მდგომარეობის ყველაზე ზუსტი, მტკივნეული ასახვა. ობიექტურად, გრეგორ ზამზა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ისევე როგორც ფრანცი იყო ოჯახის სიამაყე და პატივსაცემი იურისტი. მაგრამ სუბიექტურად, კაფკა საკუთარ თავს აღიქვამდა ზუსტად ისე, როგორც გრეგორი აღიქვამს საკუთარ ახალ სხეულს, საზიზღარ, უცხო, უსარგებლო პარაზიტად, რომელსაც ახლობლები ვერ უგებენ, რომელიც ყველას ტვირთად აწევს და რომლის სიკვდილიც ოჯახისთვის მხოლოდ შვება იქნება. მან შექმნა ნაწარმოები იმ გაუცხოებაზე, რომელსაც ადამიანი განიცდის როგორც კაპიტალისტურ, ბიუროკრატიულ მანქანაში, ისე საკუთარ ოჯახში. სწორედ ამ შემოქმედებითი ქარიშხლის პერიოდში, კერძოდ 1912 წლის 13 აგვისტოს, მაქს ბროდის სახლში კაფკა შეხვდა ქალს, რომელმაც მისი ცხოვრების მომდევნო 5 წელი სრულად მოიცვა. ეს იყო ფელიცა ბაუერი. ფელიცა ბერლინელი, 24 წლის, თანამედროვე, უკიდურესად პრაქტიკული და კარიერაზე ორიენტირებული ქალი გახლდათ. ის დიქტოფონების კომპანიაში მუშაობდა და საოცარ, მიწიერ თავდაჯერებულობას ასხივებდა. კაფკას პირველი, საკმაოდ ობიექტური და ცივი ჩანაწერი დღიურში მასი ასეთი იყო. ძვლოვანი, ცარიელი სახე, რომელიც თავისი ცარიელეს ღიად ატარებდა. თუმცა, ეს თავდაპირველი აღქმა მალევე შეიცვალა აბსესიური მიჯაჭვულობით. ფელიცა, თავისი ამქვეყნიური სიმყარითა და რეალობის შეგრძნებით, წარმოადგენდა ყველაფერ იმას, რაც კაფკას არ გააჩნდა და რისიც ასე ეშინოდა. ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და რთული რომანი ლიტერატურის ისტორიაში. რომანი, რომელიც თითქმის მთლიანად მიმოწერით მიმდინარეობდა. 5 წლის განმავლობაში კაფკა მას 500-ზე მეტი წერილი მისწერა. იყო დღეები, როცა ის ფოსტაში რამდენიმე ბარათსაც კი აგზავნიდა. წერილებში ფრანცი საოცრად გულწრფელი, მაგრამ ამავდროულად გაუცნობიერებლად манипуლაციური იყო. ის ფელიცას უზიარებდა თავის ყველაზე ბნელ შიშებს, უძილობას, შემოქმედებით ტანჯვასა და მარტოობას. ზედაპირზე ის ქორწინებისკენ მიისწრაფოდა, რადგან ეს იყო გზა, რომელსაც საზოგადოება და პირველ რიგში მამამისი ითხოვდა მისგან.
მაგრამ სული სიღრმეში მისი შემოქმედებითი ბუნება პანიკურად გაურბოდა ყოველგვარ ოჯახურ რუტინას, ვალდებულებებსა და ადამიანთან ფიზიკურ სიახლოვეს. წერილების წერა კაფკასთვის იდეალური და უსაფრთხო საშუალება იყო, რათა ყოლოდა საყვარელი ქალი, ყოფილიყო მასთან უდიდეს ინტიმურ ფსიქოლოგიურ კავშირში, თუმცა ამავდროულად შეენარჩუნებინა ფიზიკური დისტანცია და საკუთარი იზოლაცია. ფელიცასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში მან აღწერა თავისი იდეალური მდგომარეობა. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემთვის ცხოვრების საუკეთესო წესი იქნებოდა მჯდარიყავი ვრცელი, ჩაკეტილი სარდაფის ყველაზე მიყურებულ ოთახში, ჩემი საწერი ნივთებითა და ერთი ნათურით. და როგორ დავწერდი, სულის ფსკერიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ამოვიღებდი სიტყვებს, რადგან უკიდურესი კონცენტრაცია არ მოითხოვს ძალისხმევას. ამ სიტყვებში მთელი ფრანც კაფკაა ჩატეული. კაცი, რომლისთვისაც სხვა ადამიანების ფიზიკური სიახლოვე მუდმივ შფოთვასა და შინაგან ტერორთან ასოცირდებოდა. ნებისმიერი სოციალური ინტერაქცია მას კოლოსალურ ენერგიას ართმევდა და წერისთვის აუცილებელ ყიფე კონცენტრაციას უკარგავდა. სწორედ ამიტომ, იზოლირებული და რამდენიმე კარით ჩარაზული სარდაფი, მისთვის მსხვერპლშეწირვა კი არა, ერთადერთი ფსიქოლოგიური თავშესაფარი იყო. ეს იყო გზა გარესამყაროს გამუდმებული ზეწოლისგან გასათავისუფლებლად და დანახული, შიშველი სიმართლის ფურცელზე უდანაკარგოდ გადასატანად. ადამიანური სიახლოვის ამ პანიკურმა შიშმა და იზოლაციისადმი მიდრეკილება აქცია მისი პირადი ცხოვრება ნამდვილ ტანჯვად. ფელიცა ბაუერთან მისი 5-წლიანი, უამრავ წერილზე აგებული რომანი ამ შინაგანი კონფლიქტის ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა. 1914 წელს მათი პირველი ოფიციალური ნიშნობა თავად კაფკამ ჩაშალა, რადგან სჯეროდა, რომ ქორწინება, მისი მელანქოლია და მწერლობისადმი მიჯაჭვულობა ფელიცას ნორმალურ ცხოვრებას დაანგრევდა. თუმცა, წლების შემდეგ მათ კვლავ სცადეს ურთიერთობის გადარჩენა და 1917 წლის ზაფხულში მეორედ დაინიშნენ. მაგრამ ამავე წლის აგვისტოს ერთჩვეულებრივ ღამეს მას ყელიდან სისხლი წამოუვიდა. დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა დაუსვეს, სასტიკი იყო და იმ დროისთვის სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ტუბერკულოზი, მე-20 საუკუნის დასაწყისში, სანამ მედიცინა ანტიბიოტიკებს გამოიგონებდა, ეს დაავადება, რომელსაც მაშინ ჭლექს ეძახდნენ, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელი გახლდათ. კაფკასთვის ეს დიაგნოზი მხოლოდ სამედიცინო ფაქტს არ წარმოადგენდა. კაცისთვის, რომელიც სამყაროში ყველაფერს სიმბოლოებად და მეტაფორებად კითხულობდა, ტუბერკულოზი მისი შინაგანი მდგომარეობის, წლების განმავლობაში დაგროვული ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სულიერი ჩიხის ხილული, მატერიალური გამოვლინება იყო. მან ჩათვალა, რომ სხეულმა საბოლოოდ ვეღარ გაუძლო გონების სიმძიმეს. ამ საბედისწერო დიაგნოზმა ფელიცასთან მეორე ნიშნობა საბოლოო წერტილი დაუსვა. კაფკამ მას მისწერა: მე ფსიქიკურად დაავადებული ვარ. ჩემი ავადმყოფობა და შენი ფიზიკური კეთილდღეობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ სიტყვებში იგრძნობოდა უდიდესი ტკივილიც და ამავდროულად ერთგვარი შვებაც. ავადმყოფობა მას მისცა ლეგიტიმური, საზოგადოებისთვის და ოჯახისთვის გასაგები, ხელშესახები მიზეზი, რომ საბოლოოდ გაქცეოდა ქორწინების ვალდებულებას და დარჩენილიყო მარტო, საკუთარ ტექსტებთან, სიჩუმესა და გარდაუვალი დასასრულის მოლოდინთან. დიაგნოზის დასმის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, კაფკამ პრაღის ურბანული აურზაური დატოვა და სოფელ ზიურაუში, ჩრდილო-დასავლეთ ბოჰემიაში, თავის უსაყვარლეს დასთან, ოტლასთან გადავიდა. ოტლას იქ ფერმა ჰქონდა ნაქირავები, რათა მამის მუდმივი კონტროლისა და გავლენისაგან განთავისუფლებულიყო. სწორედ ამ სოფელში, ბუნების სიმშვიდესა და სადაზღვეო ინსტიტუტის ბიუროკრატიისგან შორს, კაფკამ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ფილოსოფიურად ნაყოფიერი პერიოდი გაატარა. ის ეხმარებოდა დას ფერმის საქმეებში, დიდხანს ეინობდა ტყეში და რაც მთავარია, წერისთვის ჰქონდა იდეალური გარემო. სწორედ ზიურაუს სიჩუმეში დაიბადა მისი ცნობილი აფორიზმები, რომლებიც მარადიულ ჭეშმარიტებას, ტანჯვას, ბოროტებასა და ტრანსცენდენტულობას ეხება. აქ მან კიდევ ერთხელ გაიაზრა, თუ რამდენად დამანგრეველი და გამაუცხოებელი იყო ურბანული, თანამედროვე ცივილიზაცია ადამიანის ბუნებრივი ცნობიერებისთვის. 1918 წელს, შელესენის სანატორიუმში ყოფნისას, კაფკამ გაიცნო ჯული ვორიზეკი, უბრალო, მოგზალებული ოჯახიშვილი, რომელიც თავისი ტემპერამენტით ფელიცასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ჯული არ იყო არც კარიერისტი და არც ზედმეტად ინტელექტუალური, მაგრამ სწორედ მისმა უბრალოებამ და უპრეტენზიობამ მიიზიდა კაფკა.
მათ შორის სწრაფად გაჩნდა გრძნობა და 1919 წლის შემოდგომაზე დაინიშნენ კიდეც. ფრანცი, როგორც ჩანს, ოცნებობდა წყნარ, შეუმჩნეველ და მშვიდ თანაცხოვრებაზე, რომელიც მის სუსტ ჯანმრთელობას შეესაბამებოდა. მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდა კვლავ მამის გიგანტური, დამანგრეველი ჩრდილი. როდესაც ფრანცმა ჰერმანს ჯულისთან ქორწინების გადაწყვეტილება გაანდო, მამამ ეს ამბავი უდიდესი ზიზღითა და ცინიზმით მიიღო. მან ჯულის უბრალო მიმტანი უწოდა და ფრანცს უთხრა, რომ შეეძლო მისთვის სხვა, უფრო შესაფერისი გამოსავალი მოეძებნა, ოღონდ ოჯახის სახელი არ შეერწყვინა. ეს იყო წარმოუდგენელი სიმკაცრისა და სოციალური სნობიზმის მორიგი გამოვლინება ჰერმანის მხრიდან, რომელსაც 40 წელს მიტანებული შვილის ცხოვრების კონტროლი კვლავაც წყუროდა. და ფრანცი ისევ დანებდა. მან გააუქმა ნიშნობა. მამის ავტორიტეტის წინაშე ამ მორიგმა, სასოწარკვეთილმა კაპიტულაციამ კაფკა ფსიქოლოგიურ ზღვრამდე მიიყვანა და სწორედ ამ მოვლენამ აიძულა იგი 1919 წლის ნოემბერში დაეწერა თავისი მონუმენტური ტექსტი წერილი მამას. 100 გვერდიან დოკუმენტში მან საოცარი სიზუსტით გამოიკვლია საკუთარი ტრავმები, მამის ტირანია და ის დამანგრეველი მექანიზმები, რომლებმაც მისი პიროვნება დათრგუნეს. თუმცა, ეს წერილი ფრანცის დედამ ქმარს არ გადასცა. წერილი დარჩა როგორც კაფკასულის უდიდესი ძეგლი და მამის ავტორიტეტისადმი მიმართული საბოლოო, დაუსრულებელი სასამართლო პროცესი. 1920-იანი წლებიდან კაფკას ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ის დადიოდა იტალიის, სლოვაკეთისა და ბოჰემიის სხვადასხვა სანატორიუმებში, სადაც ექიმები სუფთა ჰაერით, კაცრი ვეგეტარიანული დიეტებითა და მზის აბაზანებით ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას. სწორედ ამ პერიოდში, 1920 წელს, იტალიის ქალაქ მერანოს სანატორიუმში ყოფნისას, დაიწყო მისი ცხოვრების ალბათ ყველაზე სული შემზრველი და ინტელექტუალურად დატვირთული სასიყვარულო ისტორია მილენა იესენსკასთან. მილენა კაფკასგან სრულიად განსხვავებულ ტემპერამენტს წარმოადგენდა. პრაღის გამოჩენილ ჩეხურ ოჯახში დაბადებული ეს ახალგაზრდა ქალი ჟურნალისტად და მთარგმნელად მუშაობდა. იმ პერიოდში იგი ვენაში ცხოვრობდა და საკმაოდ რთულ ქორწინებაში იმყოფებოდა. მან პირველმა თარგმნა კაფკას მოთხრობები ჩეხურ ენაზე და სწორედ ამ პროფესიულმა კონტრაქტმა დაუდო სათავე მათ ურთიერთობას. მილენასთან მიწერილ ასობით წერილში კაფკა კიდევ უფრო გულწრფელი იყო. მან იპოვა ადამიანი, რომელიც არამხოლოდ კითხულობდა მის ნაწარმოებებს, არამედ პირდაპირ ხედავდა მის სულს, ყოველგვარ ნიღაბს მიღმა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანთაგან, ვინც სრულად გაიაზრა კაფკას განსაკუთრებულობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მწერალი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა. მაგრამ ეს ურთიერთობაც მსხვერპლად შეეწირა კაფკას ფსიქოლოგიურ ბარიერებსა და ფიზიკურ მდგომარეობას. მილენა სიცოცხლისადმი დაუოკებელი ლტოლვა და სიმამაცი აშინებდა კაფკას, რომელიც უკვე სრულად იყო შეგუებული თავის ავადმყოფობასა და სიკვდილის სიახლოვეს. მან გადაწყვიტა, დისტანცია შეენარჩუნებინა, რადგან საკუთარ თავს სიცოცხლისთვის და სრულფასოვანი ურთიერთობისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. წლების შემდეგ, კაფკას სიკვდილის მერე, მილენა დაწერს. ის იყო ადამიანი, რომელიც იცნობდა ადამიანის სულს. მას ესმოდა ისე, როგორც შეიძლება ესმოდეს მხოლოდ იმას, ვისაც სიცოცხლე უკიდურესი მარტოობის ფსკერზე გაუტარებია. 1921-22 წლებში, სანატორიუმების იზოლაციაში გატარებულ მძიმე თვეებში, დაიწერა მისი კიდევ ერთი უდიდესი შედევრი, დაუსრულებელი რომანი კოშკი. წარმოიდგინეთ კაცი, სახელად კ, რომელიც ჩადის თოვლით დაფარულ, გაყინულ სოფელში, რომელსაც ზემოდან იდუმალი, მიუწვდომელი და ბურუსით მოცული კოშკი დაჰყურებს. კ-ს სურს მიიღოს ოფიციალური ნებართვა, რომ სოფელში მიწისმზომელად იმუშაოს, მაგრამ ის გამუდმებით ეჯახება აბსურდული ბიუროკრატიის, უცნაური ჩინოვნიკებისა და შეუღწევადი იერარქიის უსასრულო ლაბირინთს. კოშკი აქ არ არის უბრალოდ შენობა. ის არის განსახიერება იმ გაუგებარი ავტორიტეტისა, რომლისგანაც ადამიანი აღიარება სასოწარკვეთილი ითხოვს, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიცივეს, გარიყულობასა და დუმილს იღებს. ისევე, როგორც თავად კაფკა ითხოვდა სამყაროსგან თავისი არსებობის გამართლებას. ამავდროულად, მან დაწერა საოცრად მეტაფორული მოთხრობა შიმშილის არტისტი, სადაც მთავარი გმირი საჯაროდ, აუდიტორიის გასართობად შიმშილობს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ხალხი ინტერესს კარგავს და მას დაივიწყებენ. სიკვდილის წინ არტისტი აღიარებს, რომ მისი შიმშილობა სულაც არ არის გმირობა ან მაღალი ხელოვნება. ის ამბობს, მე იმიტომ შიმშილობდი, რომ უბრალოდ ვერ ვიპოვე საჭმელი, რომელიც მომეწონებოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა კაფკას ცხოვრების ერთგვარი გასაღებია,
მან ვერ იპოვა რეალურ სამყაროში ის, რაც მის უსს გამოკვებავდა და დააკმაყოფილებდა. ამიტომაც აირჩია სულიერი და საბოლოოდ ფიზიკური შიმშილი. 1922 წელს მისი პროფესიული ცხოვრებაც ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვეო ინსტიტუტში იგი მთავარი მდივნის თანამდებობაზე დააწინაურეს და მისი შრომა უაღრესად დაფასებული იყო, ფიზიკურმა გამოფიტვამ მას მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. მან სამედიცინო მიზეზების გამო ნაადრევი პენსია მოითხოვა და ინსტიტუტი დატოვა. ეს იყო მისი გაორებული ცხოვრების, დღისით ბიუროკრატისა და ღამით შემოქმედის საბოლოო დასასრული. 1923 წლის ზაფხულისთვის ფრანც კაფკას სხეული უკიდურესად იყო დაუძლურებული ტუბერკულოზისგან. თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სწორედ ამ პერიოდში მოხდა მისი ცხოვრების უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბალტიის ზღვის კურორტ მიურიცში, სადაც მწერალი სამკურნალოდ იმყოფებოდა, ის ებრაელ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს წააწყდა. სწორედ იქ გაიცნო მან 25 წლის დორა დიამანტი, რომელიც ბანაკში მოხალისედ მუშაობდა. დორა სრულიად განსხვავდებოდა ყველა იმ ქალისგან, ვისთანაც კაფკას მანამდე ურთიერთობა ჰქონია. მას ჰქონდა ის, რასაც კაფკა შესაძლოა მთელი ცხოვრება ეძებდა. სიცოცხლის უშრეთი წყურვილი, გულწრფელი ადამიანური სითბო და ებრაული ტრადიციების ღრმა, ბუნებრივი შეგრძნება. თავის მხრივ, კაფკას დახვეწილმა, ყურადღებიანმა მანერებმა დორა პირველივე საუბრიდანვე მოხიბლა. ამ შეხვედრამ გააკეთა ის, რაც მანამდე თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა. 40 წლის კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება მამის დამთქმულ ჩრდილსა და პრაღის ნისლიან ქუჩებს იყო მიჯაჭვული, ცხოვრებაში პირველად რადიკალური და დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა. 1923 წლის შემოდგომაზე მან მიატოვა პრაღა, მიატოვა მშობლების სახლი და დორასთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში, კერძოდ კი შტეგლიცის უბანში გადავიდა. 1923 წლის ბერლინი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე რთული და ქაოსური ადგილი იყო ევროპაში. გერმანია ჰიპერინფლაციის უმძიმეს კრიზისს გადიოდა. ფული ყოველდღიურად და საათობრივად უფასურდებოდა. კაფკას მცირე პენსია, რომელსაც პრაღიდან იღებდა, თითქმის არაფერს წარმოადგენდა. მათ ხშირად არ ჰქონდათ გათბობა და საკმარისი საკვები. მაგრამ ფრანსის წერილებსა და დღიურებში ეს პერიოდი აღწერილია, როგორც მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და მშვიდი ხანა. დორამ შექმნა ისეთი გარემო, სადაც მწერალ შეეძლო მხოლოდ შემოქმედებაზე ეფიქრა. კაფკა მათ პატარა, ღარიბულ ბინას სიყვარულით თავის სამწერლობო ლაბორატორიას უწოდებდა. სწორედ ამ შედარებით ბედნიერი იზოლაციის პერიოდში შექმნა მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური მოთხრობა. სორო. ეს არის ამბავი ამოუცნობ არსებაზე, რომელიც მიწის ქვეშ გიგანტურ, რთულ ლაბირინთს აშენებს, რათა დაცული იყოს გარე სამყაროს მტრებისგან. მაგრამ აბსოლუტური უსაფრთხოება ილუზია აღმოჩნდება. რაც უფრო მეტად აუმჯობესებს არსება თავის სოროს, მით უფრო ეზრდება პარანოია. სანამ შორიდან არ შემოესმის ამოუცნობი, რიტმული, თანდათან მზარდი ხმაური, რომელიც დაუნდობელი, გარდაუვალი სიკვდილის ფსიქოლოგიური რეპრეზენტაციაა. და ეს ხმაური კაფკას რეალურ ცხოვრებაშიც ახლოვდებოდა. 1924 წლის მარტისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა. ტუბერკულოზმა ფილტვებიდან ხორხზე გადაინაცვლა. ხორხის ტუბერკულოზი საზარელი დაავადებაა. ყელში გაჩენილმა მრავლობითმა წყლულებმა კაფკასთვის ჭამა, სმა და საუბარიც კი წარმოუდგენელ ტკივილად აქცია. კაცისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება უკიდურესად პედანტურად ეკიდებოდა საკუთარ კვებასა და ჯანმრთელობას, ეს იყო უსასტიკესი სასჯელი. მას ფიზიკურად აღარ შეეძლო საკვების მიღება. როდესაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, მაქს ბროდი და კაფკას ბიძა ბერლინში ჩავიდნენ და ფრანცი უკან, პრაღაში დააბრუნეს. ეს ემოციურად უმძიმესი დარტყმა იყო. მან მიაღწია სანატრელ დამოუკიდებლობას. იპოვა ბედნიერება და ახლა მომაკვდავი. იძულებული იყო კვლავ მამის სახლში, ძველი ქალაქის მოედანზე დაბრუნებულიყო. იქ, საიდანაც მთელი ცხოვრება გარბოდა. თუმცა, მიუხედავად ფიზიკური განადგურებისა, გონება კვლავ დაუღალავად მუშაობდა. მარტსა და აპრილში მან დაწერა თავისი უკანასკნელი დასრულებული მოთხრობა, მომღერალი ჟოზეფინა, ანუ თაგვების მოდგმა, უნიკალური ნაწარმოები ხელოვანის როლზე საზოგადოებაში. აპრილის ბოლოს ნათელი გახდა, რომ პრაღის კლიმატი მისთვის მომაკვდინებელი იყო. კაფკა, დორა დიამანტისა და თავისი მეგობარი ექიმის, რობერტ კლოპსტოკის თანხლებით, ავსტრიაში, კირლინგის სანატორიუმში გადაიყვანეს. ეს იყო იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კლინიკა.
თუმცა მედიცინა ასეთი შორსწასული ფორმის წინაშე სრულიად უძლური გახლდათ. ხმის იოგების განადგურების გამო კაფკა საერთოდ ვეღარ საუბრობდა. ის გარშემომყოფებს მხოლოდ პატარა ფურცლებზე დაწერილი მოკლე ფრაზებით ეკონტაქტებოდა, რითაც მისი იზოლაცია კიდევ უფრო მძაფრდებოდა. იგი წარმოუდგენლად იკლებდა წონაში და ტკივილის შესამსუბუქებლად გამუდმებით მორფინს საჭიროებდა. თუმცა, ნახველები გაოგნებულნი რჩებოდნენ მისი გონებრივი სისხარტით. სიკვდილის სარეცელზე მყოფიც კი, ის ლიტერატურულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად გამზადებული თავისი მოთხრობების კორექტურას კითხულობდა და ასწორებდა. ისტორიული ირონიაა, რომ ამ დროს ის სწორედ იმ მოთხრობას, შიმშილის არტის არედაქტებდა, რომელიც ნებაყოფლობით მოშიმშილი ადამიანზე გვიყვება. მაშინ, როცა თავად მწერალი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შიმშილით კვდებოდა. დორა ბოლომდე მის გვერდით დარჩა. როცა ფრანს კითხვის ძალა აღარ შესწევდა, თავად უკითხავდა წიგნებს და ისეთი თავდადებით უვლიდა, რომ ის ბოლო დღეებს ადამიანური ღირსება და სითბო შეუნარჩუნა. დორა იყო ადამიანი, რომელმაც კაფკა სრულად ყოველგვარი პირობებისა და მოთხოვნების გარეშე მიიღო. 1924 წლის 3 ივნისი. ფრანც კაფკა 40 წლისაა. ტკივილები ადამიანური გამძლეობის ზღვარს მიღმაა. ექიმი რობერტ კლოპსტოკი, რომელიც მასთან ერთად იყო პალატაში, წუთით გვერდზე გადგა. კაფკამ, კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება უკიდურესი მორიდებით გამოირჩეოდა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა. ექიმ შეხედა და სრული სიცხადით, ხრინწიანი ხმით უთხრა თავისი უკანასკნელი სიტყვები. მომკალით, თორე მკვლელი ხართ. ის ითხოვდა მორფინის გადამწყვეტ დოზას, რათა აგონია დაესრულებინა. კლოპსტოკმა შეასრულა მისი თხოვნა. ფრანც კაფკამ სამუდამოდ ახუჭა თვალები. გარდაცვალების უშუალო მიზეზი შიმშილი იყო. ხორხის ტუბერკულოზმა მას საკვების მიღების უკანასკნელი ფიზიკური შესაძლებლობაც მოუსპო. 13 ივნისს კაფკა პრაღაში, სტრაშნიცეს ახალ ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას მხოლოდ მცირე ჯგუფი დაესწრო. რაბინმა, რომელიც დაკრძალვას უძღვებოდა, საერთოდ არ იცნობდა მიცვალებულს და წარმოთქვა სრულიად შაბლონური გამოსათხოვარი სიტყვა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმ ადამიანთან, რომელსაც მიწას აბარებდნენ. საფლავის ქვაზე მხოლოდ მისი სახელი და თარიღები ამოტვიფრეს. კაფკა დაიმარხა ისევე შეუმჩნევლად და მოკრძალებულად, როგორც ცხოვრობდა. თუმცა, ფიზიკური სიკვდილი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. კაფკას გარდაცვალების შემდეგ, მაქს ბროდმა მისი საწერი მაგიდის უჯრაში 2 დაუბეჭდავი ბარათი იპოვა. ეს იყო კაფკას ლიტერატურული ანდერძი. ერთ-ერთ მათგანში ეწერა: უძვირფასესო მაქს, ჩემი უკანასკნელი თხოვნა ასეთია. ყველაფერი, რასაც ჩემს ნივთებში იპოვი, დღიურები, ხელნაწერები, წერილები, ჩანახატები და ასე შემდეგ, უნდა დაიწვას წაუკითხავად და უკლებლი. იგივე დავალება კაფკამ სიკვდილის წინ დორა დიამანცაც მისცა. დორამ ნაწილობრივ შეასრულა მისი ნება და კაფკას სიცოცხლეშივე მის თვალწინ ცეცხლს მისცა ზოგიერთი ხელნაწერი. მაქს ბროდისთვის კი მსგავსი ანდერძის შესრულება წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მან ხომ ყველაზე უკეთ იცოდა თავისი მეგობრის შესაძლებლობების შესახებ და ზუსტად აცნობიერებდა, თუ რა მასშტაბის ლიტერატურულ საგანძურთან ჰქონდა საქმე. სწორედ ამიტომ, ბროდი დადგა უმძიმესი მორალური არჩევანის წინაშე. ყოფილიყო ერთგული მეგობარი და შეესრულებინა მომაკვდავის უკანასკნელი ნება, თუ ყოფილიყო ერთგული ლიტერატურისა და გადაერჩინა ეს უნიკალური მემკვიდრეობა. საბოლოოდ, ბროდმა მეგობრის ანდერძი დაარღვია და ხელნაწერების გადარჩენა გადაწყვიტა. დადასტურებული ფაქტია, რომ ბროდს კაფკას ნაწარმოებების გამოქვეყნებით არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია. მეტიც, იმ პერიოდში ის ფრანსზე ბევრად უფრო ცნობილი და წარმატებული ავტორი გახლდათ. მას მარტივად შეეძლო ეს ტექსტები საკუთარ სახელზე გამოექვეყნებინა და უცნობი მეგობრის იდეები მიეთვისებინა. მაგრამ მსგავსი რამ არასდროს უცდია. პირიქით, მან საკუთარი კარიერაც კი გვერდზე გადადო და წლების შეალია გამომცემლებთან ბრძოლას, რათა მსოფლიოსთვის ეს სრულიად უცნობი ავტორი გაეცნო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის უკანაც მხოლოდ ერთი რამ იდგა: ფრანსის შემოქმედების უსაზღვრო რწმენა. მოგვიანებით ბროდი იხსენებდა, რომ მან სიცოცხლეშივე გააფრთხილა მეგობარი ხელნაწერების განადგურების თხოვნის შეუსრულებლობაზე. შესაბამისად, ბროდს სჯეროდა, რომ როდესაც ფრანსმა ანდერძის აღმსრულებლად მაინც ის აირჩია და ტექსტები თავისივე ხელით არ გაანადგურა, სული სიღრმეში მათი გადარჩენა თავადაც სურდა. კაფკას ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო კულტურაზე. მისმა სტილმა, სადაც ყოველდღიური რეალიზმი მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნის გარეშე გადადის კოშმარულ სიურრეალიზმში, უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ გიგანტებზე, როგორებიც იყვნენ ალბერტ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი, გაბრიელ გარსია მარკესი, ხორხე ლუის ბორხესი და კიდევ არაერთი სხვა ავტორი.
2002 წლის ნორვეგიის წიგნის კლუბმა გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სია, რომელიც 54 ქვეყნის 100 წამყვანმა მწერალმა შეადგინა. ამ სიაში ფრანც კაფკას 3 წიგნი შევიდა. ესენია: პროცესი, კოშკი და მოთხრობების კრებული, რომელშიც მისი ცნობილი შედევრი გარდასახვაა შესული. ცნობისთვის მსგავსი შედეგის გამეორება ამ სიაში მხოლოდ ტოლსტოიმ და შექსპირმა შეძლეს. აბსოლუტური ლიდერი კი ფიოდორ დოსტოევსკია, რომელიც ასეულში ერთბაშად 4 წიგნითაა წარმოდგენილი. დღესდღეობით ქალაქი პრაღა, რომელსაც კაფკა გაურბოდა და რომელსაც ვერასდროს მოსწყდა, სრულიად არის გაჟღენთილი მისი აჩრდილით. ქალაქის გულში, ვლტავას მდინარესთან ახლოს, მდებარეობს ფრანც კაფკას მუზეუმი. სივრცე, რომელიც მნახველს არამხოლოდ მწერლის ბიოგრაფიას აცნობს, არამედ ზუსტად ასახავს იმ ლაბირინთულ, იდუმალ და ხშირად დამრტყუნელ ატმოსფეროს, რომელშიც ის ცხოვრობდა და წერდა. გარდა ამისა, პრაღაში დგას დევიდ ჩერნის მიერ შექმნილი კაფკას ცნობილი კინეტიკური ქანდაკება, 42 შრიანი, ბრუნავი გიგანტური თავი, რომელიც განუწყვეტლივ იშლება და ხელახლა იწყობა, რაც ზუსტი მეტაფორაა თავად მწერლის მუდმივად ფრაგმენტირებული, ეჭვებით სავსე და მაძიებელი გონებისა. ფრანც კაფკა იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ტანჯვად და შიშად აღიქვა. თუმცა სწორედ ამ უკიდურესი მდგომარეობიდან შექმნა ლიტერატურა, რომელმაც ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და დაფარული კუთხეები მოიცვა. მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ და ჩვენთან ერთად გაიარეთ კაფკას ცხოვრების ეს უჩვეულო და ტრაგიკული გზა. გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მაქს ბროდის გადაწყვეტილების შესახებ, როცა მან უგულებელყო მეგობრის ანდერძი.